მათია ხარაძე 7 წლის. ვსწავლობ ბუკნარის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა რაგბი, ფეხბურთი, ცეკვა, ხატვა. ამ 4-მა ყველაზე მეტად მიყვარს რაგბი. უკვე 1 წელია თამაშობ ჩაქვის გუნდში. რაგბზე შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი მეზობელიც დადიოდა და მეც მინდოდა. რაგბი ისეთი თამაშია შეტევაშიც, მიწევს თამაში და დაცვაშიც. მე თავს უფრო კომფორტულად ვძნობ ცენტრში. ჩემს კარიერაში დადებული მაქვს 19 ლელო. ყველაზე უფრო გამეხარდა გუშინ მქონდა თამაში და 9 ლელო დავდე. საქართველოს ნაკრებს სიამოვნებით ვითამაშებდი 19 ნომრით. ფეხბურთიც მიყვარს და კარგადაც ვთამაშობ. ვარ უნივერსალური და ყველგან კარგად ვთამაშობ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარაცხელია. საყვარელი გუნდი არის მადრიდის რეალი. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე მორაგბე. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 5 წლის ასაკში. მომწონს დიდი რო ვარ და უკვე მენატრება ჩემი ბავშვობა. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მასწავლებლები კარგები არიან და ეზოც კარგია. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული ბავშვი არის იოანე ცინარიძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და გიორგი ახოსპირელი. ყველაზე მშვიდია ლილე დიასამიძე. ყველაზე ცელკია დაიანა ხალვაში. მე ვარ ყველაზე კეთილი, სიმპათიური და მეგობრული. მეგობრობა არის ყველა რო ერთად ვართ. მე ახლა მყავს 25 მეგობარი და მინდა მყავდეს 30 მეგობარი. ადამიან მაქსიმუმ შეიძლება ყავდეს 32 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მაყვალა ჩიტოშვილი. იმიტომ მიყვარს რომ ხიარულია, კეთილია, მეგობრულია. რაც თავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ სკოლა დასრულებული მქონდეს. სკოლის დასრულება ამიტომ მეჩქარება რომ რაგბისტი მინდა რომ გამოვიდე. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ბებია, ბაბუა და ჩემი ბიძია. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა და 2 და. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია ვაჩი. ის არის ცელკი, ჭკვიანი და კეთილი. ჩემი აზრით ვაჩი რომ გაიზრდება გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის მეზღვაური, მოკეიფე და მხიარული და კეთილი. ახლა არის გემზე და ძალიან მიყვარს და მენატრება. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი, თბილი და კეთილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხორციანი მაკარონი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს სუპს. კი ვარ კარგი ბიჭი, მაგრამ სამწუხაროდ შეყვარებული არ მყავს. იმიტომ რომ სულ ვეძებ და ვეპოვლო. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ გოგას და ლილეს. ჩემ ცოლს დავარქმევ კატოს. მე კიდე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. როგორ ვისწავლე და რო ხატავდი თან გამოდიოდა. ყველაზე ხშირად ხატავ სახლს და დეკორაციებს. ჩემი საყვარელი ფერია მწვანე. არ მიყვარს თეთრი, იმიტომ რომ თეთრ ფურცელზე არ ემჩნევა. მინდა ჩემი ნახატების გამოფენა მოვაწყო და გავაყიდო. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ დეიდაშვილებს, მამიდაშვილებს, ბიძაშვილებს, მეგობრებს და კიდე ჩემ ოჯახს. საპატიო სტუმრად დავპატიჟებ ოლეგი ნათლიას. ცეკვაც მიყვარს და 2 წელია ცეკვავ იბერიაში. ცეკვაზე მინდა შევეძა ჩემს ქორწილში ვიცეკვო. თუ ცოლს ცეკვა არ ეცოდინება, ვეცეკვები მეჯვარს. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. ლილეთი არის შედარშული ოჯახი რომ მქონდეს, გავხდებოდი ყველაზე კარგი მორაგბი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუწევებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია დახუჭობანა. ჩემი ნება რო იყოს აგზალავდი გელობანა გაშეშობანას. იმიტომ რომ ბავშვები ძირს ეცემიან. ბედნიერება არის კარგი მეგობრები, კვადრო და დედიკოს ჩახუტი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.